ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, მათ შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციაში ეხმაურებიან. რესპუბლიკელების მიწვევით მივდივარ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩავიდეთ, იმიტომ რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მეგობარია, იწვევენ მეგობრებს, იწვევენ პარტნიორებს და არ იწვევენ არასასიამოვნო და მიუღებელ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ ადამიანებს. ამიტომაც არის რომ ქართულ ოცნებას ვერ იქნება მოწვევა გვაქვს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორად განიხილება. თავად ინაუგურაციაზე დასწრება არის მნიშვნელოვანი ჟესტი იმისა, რომ იქ იქნება ოპოზიცია, იქ იქნება ლეგიტიმური პრეზიდენტი და არ იქნება დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ინაუგურაციის დროს, რა თქმა უნდა, საქმიანი საუბრის საშუალება არ იქნება, მაგრამ მანამდე ლელოს ლიდერები იქ იმყოფებიან და იყო ძალიან პროდუქტიული ვიზიტი. ლელოს წარმომადგენლები რა საფუძვლით ესწრებიან არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვიცით ჯო უილსონის tweet-დან რომ წეულია მის მიერ შესაბამისად საერთო გზავნილთან დაკავშირებით დიახ როგორ თავისუფალს საერთო პრინციპებთან დაკავშირებით როგორ გარემოში გვინდა ჩვენ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება არჩევნების აი ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია შესაბამისად ამ გზავნილით ჩადის ქალბატონი სალომე ვაშინგტონში.